ჩემთვის როგორც მებრძოლისთვის ანდერდოგობა უფრო мотиваციის მომცემია. ეგონათ ხოლმე რომ ჩამოვა სადღაც საქართველოსდან არის და გაუჭირდება გამარჯვება. მაგრამ ძირითადად გამარჯვებით დავამთავრეთ ყველა ბრძოლა. ჩემი ბაზა არის ძიუდო, რომელსაც საკმაოდ კარგად ვიყენებ შერეულ ორთაბრძოლებში, კონკრეტულად ამპლიტუდურ კრიბებს ვაკეთებ ხოლმე საკმაოდ კარგად. MMA-ზე ვარჯიში დავიწყე 19 წლის ასაკში, კლუბ ვეფხისტყაოსანში მივედი პირველად და იმის მერე დავჭი, უკვე 10 წელია ვეფხისტყაოსანში ვარ. კრივში მარტო ხელი შეგიძლია ჩხუბში, ჩვენთან ყველაფერი შეგიძლია. და გაათავისუფლება და უფრო მეტი ადრენალინი არის MMA-ში. კაჭე ჩემგორებთან ერთად მოვიფიქრეთ დარბაზის გახსნა MMA-ის მუნიციპალიტეტმა გამოგვიყო სივრცე, სადაც ჩვენი ხარჯებით გავაკეთეთ ინფრასტრუქტურა და ვავარჯიშებთ ბავშვებს. საკმაოდ ინტერესი გამოიწვია ბავშვებში, დაახლოებით 70-80 ბავშვამდე ვავარჯიშებდი ხოლმე. კოვიდის დროს სამწუხაროდ დარბაზი დაიკეტა, როგორც ყველაფერი აბსოლუტურად და ვეღარ ვახერხებთ ვარჯიშების ჩატარებას. დღესდღეობით ბავშვები ვარჯიშობენ, მაგრამ მე ყურადღებას იმდენად ვეღარ ვაქცევ. თბილისში ვინც გადმოდის, ვინც მაგალითად სოფელში დაამთავრა სკოლა და თბილისში აგზელებენ სწავლას, ისევ ვეფხისტყაოსანში მიყვოს ხოლმე სავარჯიშოდ. 2023 წელს ბრეივში შემოგთავაზეს ბრძოლა ხამზად მაევთან, რომელიც ძალიან გაპიარებული იყო, როგორც ხამზად ჩიმავეს ბიძაშვილი. და მომავალი ვარსკვლავი უნდა ყოფილიყო MMA-ის, დაუმარცხებელი ჩეჩენი მებრძოლი იყო, რასაც დიდი სიხარულით დავთანხმდით და ბრძოლა გაიმართა ბაჰრეინში, ბრეივის ორგანიზაციაში. ჩვენ წაგვიყვანეს წასაგებად, ზედაწონაში ვიბრძოლეთ, ჩემ წონაში არ შედგა ჩხუბი, ხამზადის პირობებით იყო, 75 კილოში ვიჩხუბეთ. თავისი ბაზაში ვაჯობეთ, ჭიდაობაში ვაჯობეთ და ტექნიკური ნოკაუტით დავამთავრე ბრძოლა მეორე რაუნდში. ჩემთვის როგორც მებრძოლისთვის ანდერდოგობა უფრო мотиваციის მომცემია რა, რო გონიათ რომ ჩახვალ სადმე საზღვარგარეთ და უჭველი მოგიგებს რა ბრძოლას, ეგრე არ არის ხოლმე. ძირითადად ანდერდოგად მიყოლდი ხოლმე საჩხუბრად, გამარჯვებით დავამთავრეთ ყველა ბრძოლა. ეხლა მაქვს საშუალება ვიბრძოლო საქართველოში და ქართველ ხალხს ვაჩვენო რა შემიძლია და როგორი მებრძოლი ვარ. კენა რომ არა, ალბათ საქართველოში ბრძოლასაც ჩავატარებდი, ისევ საზღვარგარეთ მომზადებული ჩხუბებს, კარგ ორგანიზაციებში. ჩემ მოწინააღმდეგეს რეიტინგი აქვს 11-4-ზე, საკმაოდ გამოცდილი ბიჭია. ძირითადად მოგებები აქვს გადაწყვეტილებით, რაც მის გამძლეობას უსვავს ხაზს. სიამონებას მიიღებ ჩხუბით, რაც თავარია, მრავალფეროვნება იქნება, როგორც ჭიდაობა, ისე სტრაიკინგი, არცეც არ მოვერიდები და როგორც დგომში ვიჩხუბებ, ისე თუ ჭიდაობა დამჭირდება ვიჭიდავებ. მოკლედ სიამონებას გვერდებით რა, არ მოიწყენ ჩხუბზე.